მოგესალმებით, ჩვენ ახლა ვიმყოფებით აჭარის მთავრობის სახლის წინ, სადაც ისევ შეიკრიბენ თურქეთის მხარეს დასაქმებული ქალები. ისინი დღეს აქ აქციას არ მართავენ, ამჯერად სურთ მათი ხმა ისევ მიაწვდინონ მთავრობას და მათი მოთხოვნა არის, რომ მიიღონ მრავალჯერადი დახმარება, ვიდრე საზღვარი არ გაიხსნება და ისინი ვერ შეძლებენ სამსახურებში დაბრუნებას. უფრო კონკრეტულად თუ რა სითხოვენ ისინი დღეს ამაზე შევეცდები რომ ერთ-ერთ მათგანს გავესაუბრო. ქალბატონო მადონა, ბათუმელების ლაივში თუ შეიძლება რომ გვითხრათ, რისთვის შეიკრიბეთ დღეს ისევ აჭარის მთავრობის სახლის წინ, რა მოთხოვნები გაქვთ? ანუ აპირებთ რომ კანცელარიაში დაარეგისტრიროთ განცხადება. მთავრობის წარმომადგენელი კახა შაშიკაძე. დააკონკრეტეთ ამ განცხადებით რა არის თქვენი მოთხოვნა რომ დააკონკრეტოთ? აი ამ განცხადებაში წერია ჩვენი სახელი და გვარი და პირადობის ნომრები, დაბადების წელი, ყველაფერი და ვითხოთ, სანამ საზღვარი გაიხსნება, მანამდე კომპენსაციის საკითხი ყველა თვეში 300 ლარი. ქალბატონო მადონა, როგორც მახსოვს, პირველადი 300 ლარის დახმარების სახით მიღების პრობლემაც ქონდა თურქეთის მხარეს მომუშავე ქალებს. რა ინფორმაცია გაქვთ? ერთჯერადად ყველამ შეძლო მიღება? პირველად ჩვენ რომ გავიგეთ რომ ერთჯერადი დახმარება ყველა ადამიანს შემართა, რა თქმა უნდა ჩვენ ეს ვიცა გავახდილეთ ეს სამთავრობო და უარი მივიდეთ, მაგრამ ეს რამდენიმე აქციების შემდეგ დაგვეცანდა რომ აუცილებლად გვექნებოდა ეს დახმარება. ეს დახმარება ჩვენ მივიღეთ, მაგრამ როდის მივიღეთ? 4 წლის მერე საზღვარი დაიკეტა, 4 წლის მერე. ეხლა კიდევ შეიძლება 4 და ეს ერთი გამოდის რომ 5 წელიწად დაკეტილი იქნება საზღვარი და ერთი 300 ლარი შეიძლება ნებისმიერ ყოფილიყო ამდენი წლის განმავლობაში. ქალბატონო მადონა, იმ შემთხვევაში თუ მთავრობა ვერ გასცემს პასუხს თქვენს ამ მოთხოვნას, რას აპირებთ? რა გეგმებით? ვერ გასცემს ამას პასუხს და აქ არის მცირე რაოდენობით ადამიანი, რომელიც ჩვენ ვითხოვთ ამას, ეს მათთვის არის ვაში წვეთი 3000-დან 100 კაცი. იცი რა ვაყიდებ? არჩევნები მოდის და მიიღებენ ძალიან კარგ შედეგს ჩვენგან უშუალოდ. ამას ელოდოთ თვითონ და ჩვენ რაზეც დაველოდებით მერე. ჩვენ ნახავთ, დროის ფაქტორი ყველაფერი. ეხლა აპირებთ რომ ელოდებით შაშიკაძეს? ვთხოვოთ გამოვიდეს და გადავწყვეტ ეს და ღმერთი იქნება კარგად, იმიტომ რომ სამომავლოდ უნდა მათაც სამსახურები რო იმუშაონ. ასე გვინდა ჩვენ. დიდი მადლობა, შეგახსენებთ რომ ჩვენ ვიმყოფებით რომ მობრძანდით და აქტიურობთ. დიდი მადლობა თქვენ. დიდი მადლობა, ჩვენ ახლა ვიმყოფებით აჭარის მთავრობის სახლის წინ, შეგახსენებთ, აქ შეკრებილები არიან თურქეთის მხარეს დასაქმებული ქალები, რომლებიც ისევ მოვიდნენ მთავრობის სახლის წინ, ამჯერად მათ აქცია არ აქვთ, ისინი განცხადებით მიმართავენ მთავრობას, რომ ვიდრე არ გაიხსნება საზღვარი და ისინი ვერ შეძლებენ სამსახურებში დაბრუნებას, მათ უნდა მიიღონ მრავალჯერადი დახმარება. შეგახსენებთ ასევე იმასაც, რომ მათ რამოდენიმე აქციის გამართვა დასჭირდათ იმისთვის, რომ მიეღოთ ის პირველადი 300 ლარიანი დახმარება, რომელსაც მთავრობა შეპირდა თვით დასაქმებულებს. დღეს მათი ინფორმაციით თითქმის ყველამ მიიღო ეს დახმარება. ეხლა არეგისტრირებენ, აპირებენ შესვლას განცხადების დასარეგისტრირებლად და რამდენადაც მე ვიცი, ამ დროისთვის 100 მეტ მოქალაქეს აქვს ხელი მოწერილი ამ განცხადებაზე, თუმცა ისინი ამბობენ
ამბობენ, რომ გაცილებით მეტნი არიან, ვინც ვერ ახერხებს თურქეთის მხარეს გადასვლას, რომ ჩვეულებრივად დაუბრუნდეს თავის სამსახურს. მე შეგახსენებთ ასევე, რომ საზღვარი დაიკეტა მარტში, რის შემდეგაც ეს მოქალაქეები დარჩნენ სამსახურის გარეშე. ბევრი მათგანისთვის ეს არის ერთადერთი ხელფასი ოჯახში, ასე ვთქვათ, და მთავარი საარსებო წყარო. ამიტომაც ისინი აცხადებენ, რომ მთავრობამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მათი მოთხოვნა და პანდემიის პირობებში, ვიდრე საზღვარი არ გაიხსნება, მათ უნდა მიიღონ მრავალჯერადი დახმარება. ჩვენთან გასაუბრებისას თქვეს, რომ დღეს მოახერხეს შეხვედრა მთავრობის წარმომადგენელთან კახა შაშიკაძესთან, რომელმაც ურჩია, რომ მათი მოთხოვნები განცხადების სახით ჩამოეყალიბებინათ. ეხლა მზადა აქვთ ეს განცხადება და ისევ კახა შაშიკაძეს ელოდებიან, რომ გაატანონ ეს განცხადება იმისთვის, რომ დარეგისტრირდეს მათი მოთხოვნა მთავრობის კანცელარიაში. ისინი ამბობენ ასევე, რომ თუ არ გაითვალისწინებს მთავრობა მათ მოთხოვნებს, ისინი გაცილებით უფრო უკიდურეს ზომებს მიმართავენ. აი ამ დროისთვის მთავრობის სახლის წინ ისინი ელოდებიან კახა შაშიკაძის გამოსვლას. შეგახსენებთ, რომ აქ იმყოფებიან თურქეთის მხარეს დასაქმებული ქალები, რომლებიც ყოველდღიურად კვეთნენ საზღვარს და თურქეთის მხარეს ძირითადად კონსულტანტებად იყვნენ დასაქმებულები. ეს ხელფასი, რომელსაც ისინი ამ სამსახურში იღებენ, იყო მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ხშირ შემთხვევაში მათი ოჯახებისთვის ერთადერთი შემოსავლის წყარო. ეხლა ჩვენ დავასრულებთ ლაივს, სავარაუდოდ ისინი დღეს დაარეგისტრირებენ განცხადებას. შეგახსენებთ ასევე, რომ მათი მოთხოვნა არის, რომ მიიღონ მრავალჯერადი დახმარება, ვიდრე არ გაიხსნება თურქეთ-საქართველოს საზღვარი და ვერ შეძლებენ დაბრუნებას სამსახურებში.